Salmebit, ძირფასო მეგობრებო, თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან დავიღალე ეს ნეგატიური ინფორმაციები, რამდენი თვალი, რაღაცა წყევლა, ნეგატივი, მაგრამ არ მეკუთვნებენ კატეგორიას, ამას რომ არ აღიარებს, რა გავაკეთო, არის და თუმცა ვცდილობ რომ მაქსიმალურად საკითხები მოგვარდეს ნახეთ მოგვარდეს შურისძიების და რაღაცა ესეთი რაღაცების გარეშე თუ შეიძლება რა თქმა უნდა გვერდის არევა, მაგრამ არსებობს კი გზები შეიძლება და ეს უპირველესად არის საკუთარ თავში დაბალანსება, რაც უნდა მოხდეს. ეს რაღაცას გეტყვით, ასეთი რაღაცა მახსოვს გამონათქვამი მე, რომ ესე ადამიანს მიაყენენ შეურაცხყოფა კაცს და ერთმა და აჩუქა 20 ლარიანი. მეორე მიაყენა შეურაცხყოფა აჩუქა 20 ლარიანი, გადაირია ცოლი კაცო, რა შვებიო კაცო, კაცმა შეურაცხყოფა მოგაყენაო ამ ხელა კაცო, ფული აჩუქე 20 ლარიანიო. მეიცა კალო შენო, გაჩერდა მეორეჯერ, მესამეჯერ და ახლა უფრო თამამად მოვიდა კიდე და კიდე უფრო თამამად მიაყენა შეურაცხყოფა და ისევ გაგიჟდა ახლა ეს მეუღლე, რა შვებიო, ჭკუას უდაგელიაო, როგორც იციან ახლა ხო იცით ეს ლექსიკონი. და ბოლოს უთხრა, მოიცადეო კალო, მე მაგას ახლა 20 ლარი თავის ტკივილი ვაჩუქე. მე მოუთმენო და გავჩუმდიოდ, მაგრამ შეხედეო რანაირად გათამამდა განაგლდაო. წავა ეხლაო და ესე აზარჩესული ვარეს იზამს კიდეო და იგიო მერეო აღარ შევიგინები. გაიგეთ? და ნუ დინების გარეშე შეიძლება ხო გადაჭრეს კოჭეებშიო. რატომაც არა. ნუ ახლა ეს დინები ცრულდება და ამიტომ თორემ ზოგადად ესე არის. მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ ბუმერანგი. ძალიან არ მინდა თითქოს არ ვარ ამ ტალღაზე, მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ. ხო, მაისის წმენდები მინდა გითხრათ, რომ ცოტა დრო დარჩა, თუ იმე ხართ დაინტერესებული. მე ვიცი რომ მე მომწერთ, მე იცით ბევრმა გამიფხიზლება. აი მე ნინო და მე აღარ მექნება. უბრალოდ ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, იმიტომ რომ ბევრი ხალხი რო ხართ, თავისთავად ან უნდა გავყო ორ ნაწილად, რამდენსაც მოვერევი ერთზე, ან ერთად უნდა ჩავატარ და ბევრი ენერგიაც მიაქვს და კი თქვენ გეხმარებათ, მაგრამ ჩემთვის ესე რომ ვთქვათ, მომგებიანი არ არის, არც ფინანსურად და არც ისე ზოგადად, ხო? შეიძლება ისე ემთხვევა მაისის, ივნისის დასაწყისში ჩატარდეს ეს წმენდა, თუმცა რა თქმა უნდა გაშლები იქნება შესაბამისი. ნახოთ ახლა ბუმერანგი თქვენს მტრებთან. ბუმერანგის წინამდენი არასდროს მელაპარაკე, იმდენად რაღაც არ ვარ ხასიათზე, რატო ვარ ასე არ ვიცი. აი, შემიყვარდნენ, თუ რა ხდება. ოჯახიდან აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, შეტყობინება ქალბატონიდან ამ ადამიანს, რასაც ყოფინებს. აუცილებლად რაღაცა პრობლემს საკითხთან დაკავშირებით რა საკითხი არის. რაც სხვათა შორის, ასე რომ ვთქვათ, ან მოდი, ჩამოდი, სწრაფად რაღაცა ესეთ მომენტი და მაგრამ ეს არის ჩაკეტვა მთლიანად ადამიანის. კარგით ნახოთ. ეს ოჯახიდან შორს არის, ან
ელოდება რაღაც შეიძლება რაღაც შეტყობა, რაღაც პასუხს, რაღაც შეიძლება საბუთს არ არის გამორიცხული, რაღაცას ელოდება მოლოდინის რეჟიმში. კარგი, ბუმერანგი ვნახოთ, ვისთვისაც რეზონინდა თუ ხართ ინფორმირებული თუ არა და უბრალოდ აისმინეთ. იმედი გაცრუებით დავიწყეთ, რომელსაც არ გამოდის თავისი საკითხების, ესე რომ ვთქვათ, ძალიან უნდა თუ თითქოს სულიერ მდგომარეობაში მხიარულ პოზიციაზე, ენერგიაზე გადავიდეს, მაგრამ არ გამოსდის ჯერჯერობით თავის აზრებში, ფიქრებში ხატავს, აი ასე რომ იყოს ეთყობა, ან მედიტაციებს ისმენს, ან ცდილობს, ან რაღაც ესეთ ჩანაწერებს, რომელსაც ახლა მეც და ზოგიერთი აჟღერებს კიდე ესეთ პოზიტიურად, ხო? დავუშვათ, როგორ შემოაბრუნოს თავის ცხოვრება უკეთესისკენ აზროვნება. შეიძლება აი ამას ტესტავს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ამართლებს, მინდა რომ გითხრათ, აქ ჩაგიგვეხებთ აუცილებლად. კარგი, ნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება ადამიანს თუ კარმა დაზიანებული ან მაგიური დაზიანება არის, რამდენიც გინდა იმედიტირე და რაც არ არის, რეაგირება არ არის არაფრით, აი გაყინულია ყველაფერი, ამიტომ რაღაც ესეთ მდგომარეობაში არის ეს. ემოციურად ძალიან იმედე და ამხელა შიშებში არის ეს. რატო ხარ შიშებში? რატომ ხარ შიშებში? რაც ის თითქოს ეშინია? არ არის გამორიცხული, ხო? რაღაც ისეთი მომენტი აქვს, დაშინებული არის. არ მინდა გამეხიოს, მაგრამ რაღაც ძალიან, ასე რომ ვთქვათ, მარტო დაშინებული კი არა. ეჭვები აქვს, მუსვენარი შფოთვა ძილი აქვს რაღაც აი ესეთ პოზიციაზე. რა ბუმერანგი გიბრუნდება კიდევ? ოჯახში არის პირდაპირ მაინც ჯერ ნახოთ. ბუმერანგი მანახება, ბუმერანგი გიბრუნდება, სწრაფად ამოვაწყოთ. ხო, მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი თითქოს რაღაც საკუთარ თავი დააყენოს ფეხზე ეტყობა, ოჯახში მაგიურ ხრიკებს ან რაღაცებს მიმართავს და ვიღაცა. ალბათ ეს არის, რომ თავის რაღაცეებით ხო უნდა დანაკარგებიდან რომ გამოვიდეს და რაღაც შემოაბრუნოს თავისი ოჯახი, ხო? რატომღაც ოჯახში მაგია მიფიქსირდება. მაგია, მე მაინტერესებს, თვითონ მიმართავთ ამ ემას? თვითონ. ой, თვითონ მოკიდა ხელი? აქ მაგითო პრაქტიკოსი ან ვინმე თუ მიყურებთ და რაღაც არ გამოგდით, თქვენი ძალა ხომ არ წაიღო ამ ადამიანმა, თქვენმა მტერმა. ცდილობს თქვენს ხარჯზე შემოbrunოს მისი ცხოვრება, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. კი, აქ გაკეთებულია. კარგი, მანახე ბუმერანგის გიბრუნდება თუ ძალა თუ რა გიბრუნდება სამი სანაცვლოდ. რა მოხდება? ნახე, აქ თვითონ იმაშვებიან ამას რაღაცას აკეთებენ. თვითონ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გონია მას, რომ
აი ესე არ არის ხალხნო, ნახეთ, მე ქურცაც ვიძახი, ენერგეტიკულსაც იმასე. თუ ეს ბუნებით ადამიანს არ ეძლევა და ვიღაცა ცდილობს, რომ აი წაგართვას მithვისოს, ეს არის ძალიან დროებითი, იმიტომ რომ ასეთი ენერგიები და ძალები ადამიანს ტყუილად არ ეძლევა. ეს გამოდის არის რჩეული უკვე ამ საქმისათვის და იმ ძალებმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს უნდა ერგოს ეს დაუშვათ, მოდი ასე ვთქვათ, ეს უნდა იყოს ჯადოქარი ეს ვიღაცა. ამან ნაკეთოს იმუშაოს ამ საქმე. ეს არის ამის საქმე. როგორ ფიქრობთ, ახლა ძალები ამას მოითფენს, მისი მფარველები? ესე ჩაუკეტოთ, არა, ეს გამოდის სულ ესე უნდა იწვალოთ მაშინ და მოიპაროთ, მიითვისო და სულ იყოს ადამიანი ქურდის ენერგიაში, ხო? ხო და აქ რაღაც ესეთი მიფიქსირდება, ძალიან სასწაული გაშლა. რატო არ უნდა ამ ადამიანს, რატო მეზარებოდა, არ უნდა რომ ეს ინფორმაცია წამეკითხა. და ვიღაცის ყურამდე მიმეწვდინა. არ უნდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე იგი ამას თქვენ ვერ ხვდებით ან გააზრებული არ გაქვთ და ასევე რა თქმა უნდა საპირისპიროდაც იმასქმის და ამტკიცებს. აუ, როგორ გეკადრებათ, ხო? მაგრამ აქ არ გამოსდის საქმე იმაშია, რომ აი ზუსტად მაგას ვიძახი, სიგიჟემდე მიდის, აი ეს თავს ჩამოიხრევ, ჩამოიკიდებს ბულუში იმას თოკს და ჩამოიხრევს თავს. ერთმევა ყველანაირი ძალა, ყველანაირი ყველაფერი მანახე. რა ხდება თქვენს მტრებთან? ძალიან ხო დიктор ამ ხელა ბოროტი თვალი ეს დაიბლოკება შანსი არ არის ხალხნო რამხელა ბოროტი თვალით გიყურებთ გავგიშდე ერთ ადგილას რომ მიერჭობა ეს ბოროტი თვალით აზრში არ არის აზრში ხო ასეთ დროს მაშინ რაღაც ნახეთ გარიგებები ხდება მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ მაღალი იერარქიასთან ოღონდ ეშმაკებთან ასე ვიტყოდი და ამ დროს ნახეთ როგორი რაღაც არის ყოველთვის უნდა შესთავაზო უფრო მეტი და მეტი და რა ჯანდაბა შესთავაზებს მომდევნოზე სული უკვე გაყიდა და აბა რა არის ეს სულზე ძვირფასი უკვე არაფერი არ არის და მე რა შესთავაზებს როდესაც შენი კუთვნილი არ არის და იღებ ხო ესე ხდება ესე იგი შენ ყიდი ყველაფერს რას გაყიდის მერე იბლოკება პირდაპირ იბლოკება რაღაც მინდა უკვე რომ იმასქნა ეს სმას დაიწყებს ეს ან წამლებზე დამოკიდებული ხდება და მანახე ხო აი ფინანსების წართმევა კი ბატონო თუ თქვენგან წაიღო და მithვისა რაღაცეები გაშორება საკუთარ თავთან როგორ ვაიმე კარმის დამციმე პირადი საწყობას ვცდილობს გავგიშდი გაშლა ეს არის რასთან გახდება გზები იკეტება მისი ყველა გზა ტაროს ტარო განაცხებულობს ინფორმაცია ამას ყავს ესე იგი რაღაცა მირბის მერე ტაროლოგთან მიშველი ინფორმაცია აიღოს ხედავ შენ მაგრამ ყველა მისი თამაში იბლოკება და სრულდება ყველა მისი თამაში იბლოკება და აი რიტუალებსაც მიმართავს მაგრამ ყველა მისი რიტუალი იბლოკება ხედავ
თქვენგან ბედი დაცვა, სიძლიერე, თქვენი ძალა, ეს ყველაფრის მითვისება უნდა. და თქვენი ჩაკეტვა. მაგრამ აქ შიშები ეწყება, მე ეს იმას იფუჭებს, საგვარეულო ხაზით იფუჭდება აქ. მე არ არის გამორიცხული ამან თამაშიც დაიწყოს და მთელი მისი ქონება და ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, გაიფანტება. კი თამაში წაგება. ხო, აი ეს არის თამაში წაგება. Так. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ტარო და ასეთ რაღაცებს რა თქმა უნდა მიმართავს, იცის. ჩხუბი. ჩხუბი. ძალიან ეგოისტი ტიპაჟია, ძალიან დიდი გულის ტკბილი, რაიმან არა. всё, რაც არ უნდა მან სამუშაოსაც ეს ბოლო მიდის უნაყოფობაში, უშვილობაც უფიქსირდება და აღდგენ ენერგიებს. არა, რაც არ უნდა ეცადოს ამან ენერგიის აღდგენა არ გამოსდის, უბრალოდ არ გამოსდის. ფულის შემოსავალი საყაციდან მაინც აქვს, იპარავს რა. ცდილობს მოიპაროს, მაგრამ ეს მაგია ისევ გამოვა ამას. გავლი დროის შემდეგ. წინი ხდება, ისევ გამოგივა და ფარვა. გზების დაკეტვა სრულიად არა უნაყოფობაში ხდება მაინც. ხო, როგორც გითხარით, სიგიჟემდეც მიდის, რაღაც შეიძლება ესეთი ისენი კონდეს, ხო? მაგრამ უნაყოფობა, სრული უნაყოფობა დამიფიქსირდა აქ. აი თავს რო ვერ მოაბამს რაღაცებს და მე შეიძლება ძალების უარყოფამდეც მივიდეს, ხო, აი მაგას გულისხმობ. აი კი ეს ის და რაღაცა ესეთი მას იწყებს. და ესე იკეთება. როგორც გითხარით, ასე არის. ეს თქვენს ხარჯზე ცდილობს, რომ საკმაოდ კარგად დადგეს ფეხზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გეტყოდით, რომ არ გამოსდის. როგორც კიდე მოისმინეთ, ხო? იმიტომ რომ მე კიდევ დავბრუნდი აწმენდებსაც იმაშვება მიმართავს. რაღაც რიტუალებით მუშაობს პირდაპირ ეს ადამიანი, რომ იცოდეთ, მაგრამ არა, იბლოკება მე საბოლოო ჯამში, იბლოკება. ანუ საკმაოდ გაცნობილი, მე ასე ვიტყოდი რა, თქვენი მტერი აქ არის ჯადოქარი. ან არ იცით, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გაცნობიერებულია ყველაფერში.
ეს არის საბოლოო ის, მაგრამ იბლოკება. ხო, სულ ცდილობს, მეტყობა თქვენს ხარჯზე ცდილობს, ან რაღაც ესე აიწყვიტოს, გამოვიდეს მდგომარეობიდან. მაგრამ არა. ციმდია გამოგადგათ ეს ინფორმაცია.